საძინებელში იწვა ბავშვი, მაღლა ავიდნენ დედაც, მამას და ოჯახის წევრები, ვინც იყვნენ რა და საჭმელად, უნდა საჭმელი ეჭამათ. ჩამოვიდნენ, რაღაც 10 წუთი არ იყვნენ მაღლა რა. ჩამოვიდა, დაეხედა კვარტირის ბავშვიო, ჩამოვიდა და კარები გაფრიალებული და აი ესე ბავშვი აღარ იყო. მოვიკითხეთ, რა ქვია, ნათესავები ქედელები არიან, თვითონ სტუმრად არიან ჩვენთან რა, ჩამოსული იქ არის ჩემი და გათხოვილი. ხო და მოვიკითხეთ ნათესავებში უყურგავს არსად რომელი მეზობელი წაიყვან და დაუკითხავთ რა ან მთელი მეზობლები და მთელი სოფელი აქ არის მაგრამ არავის არ წაუყვანია ხო გვეუბნებიან არ არის ეს ნაციონალების ხელიო მაგრამ აბა ვისი ხელია ვის უნდა მივმართოთ იცი რატო ეს ყველაფერი მე ვარ ამაში ოცნებაში დამკვირვებლად 22 უბანზე რა კოლაქში ანუ ჩემი შვილები მე ვიცოდი მე მქონდა ეს ეწოლები და მუქარების და აი მუქარებს თუ ბავშვი არ მოვიდა ყველაფერს ვიტყვი თუ ბავშვს არ მოიყვანე სადღაც 1 საათში რა ყველა აღარ დამაინტერესებს არაფერი ვერანაირმა ზეწოლმა ვერანაირმა ქთამმა რომ ჩემიდან ვერაფერი ვერ აიღეს ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთდა გაიგე მე ვინა ვარ აბა მაგას ვიტყვი ცოტა ხანში თუ ბავშვი არ მოვიდა ამ ყველაფერს ვიტყვი მაშინ გაიგე მაშინ ვიტყვი ამ ყველაფერს და აჯერ 9 ჯერ მითხრეს ეს ყველაფერი რომ კაჩები და კაჩები მე ჩემი შვილებისა მეშინოდა რა ქვია და ჩემი შვილები 2-3 დღით ადრე აქედან წავიყვანე რომ ვიცოდი რაღაცა მოხდება აი ის გულიზე და ას მოვიგიწე მილიონი რომ მოცედი მე მაინც არ გავიხდიო შეყოჩაღო რამდენი წლის ახარო 10 წლისო ბავშვმა უთხრა მე არ გეშინიაო არ მეშინია რომ მეშინდეს ამას არ ჩავიცილო ბავშვმა უთხრა და მე ვთხარი დედიკო ფრთხილად იყავი არავის მანქანაში არ ჩავოჯდე არავის არ გამოგემოქრებათ ქალბატონო დამოქრებით არა უბრალოდ ესე უთხრიათ ბავშვისთვის რომ არ გეშინიაო ვინ უთხრა არ ვიცი ვიღაცა მადგება ხოლმე ყოველ საღამოს ეს არის ჯიპით 100 მიფასია ვაიმე ბეჭა აი ეს და მე უარი უთხარი კი მაინცო ხო და ამისი დეშელემო 10-9 ბავშვი მოიტაცა აი ეს იცი შიშმა აი ეს შიშმა იმიტომ რომ დააჩოქეს აკაურობა აი ეს იცი შიშმა რომ დაინახეს რომ აქ ხალხს ეშინია ამ ნაძირლების ამას დამკურებლებთან ამ არაკაცების ამ დამკურებლებთან ნამდვილი მკვლელები აი ხა დაგითხონ ეს ბავშვი რა უნდა ვთქვა ხალხო ერაკები ხო ბავშვი 9 თვის ბავშვებს თქვენ ცოცხები გაგიტვირდათ ციხეში 9 თვის ბავშვს იტაცებენ ეს არ არის ქვეყანა მიშა სააკაშვილი უნდა დააჯდეს და გაასამართლოს ქართველმა ხალხმა გიორგი ღვინიაშვილი უნდა დააჯდეს სასამართლოზე მიბრძანდეს ესენი არიან მკვლელები ნამდვილი მკვლელები და ცხოველები ბავშვი მელაპარაკა 1 საათი პრობლემამ
მაიზულებენ რომ დავით ახლა ფული რამდენი გინდაო ისა სულ ყველაფერი გველაპარაკა თლიან ჯგუფს ვინ აიძულებენ ბატონო ვინ როგორ ვინ ვინც გემუქრებიან თვითონ ის ბავშვი იტყვის მე ნუ დამაძალებთ ძალიან გთხოვთ მაგრამ თელ გუნდთან ერთად 10 კაციან გუნდთან ერთად ბავშვმა ილაპარაკა სულ ყველაფერი და ამისი დიშვილი გაიტაძეს 9 თვის ბავშვი მე დამიჭირო მე რას გინდა მიქნათ დააბრუნონ ბავშვი უეგეთანაც მე წამიყვანე მე ჩემი დავით ეყვანათ მაგ ზოგადად აღლებს მაგას Ai,